გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. მინდა შევაფასო რამდენიმე მოვლენა და რამდენიმე საკითხი. ჯერ ვისაუბრო ფასებზე, მომატებულ ფასებზე. მეორე ასევე ვისაუბრო ეგრეთ წოდებულ დიალოგის შესაძლებლობაზე ქართულ ოცნებასთან. მესამე რა შეიძლება გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს ამაზე. პირველ რიგში მოგესალმებით. მე მინდა მაპატიოთ ცოტა ნაკლები აქტიურობა, კარგახანია ნათქვამი მაქვს, რომ მაქვს დიდი შეკვეთა წიგნზე, კარგახანია საერთაშორისო დიდი გამომცემელიდან, ედუარდ ელგარი ქვია ამ გამომცემელს, სახელმძღვანელოზე საერთაშორისო სამართალში ინგლისურად და უკვე უწია ბოლო ვადამ სულ რამდენიმე თვე დამჩერს ეს წიგნი უნდა ჩავაბარო და ცოტა ბევრი მუშაობა მიწევს ამასთან დაკავშირებით ჩემი პირველი პროფესიით, რაც არის საერთაშორისო სამართლის ექსპერტობა. მეორე, გაზრდილი ფასები ირანში ომი და ნავთობი. ძალიან სერიოზული თემა. დაიწყო ქართულმა ოცნებამ ვითომ კამპანია ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ ახსენდება, არც ერთ პოლიტიკოსს არ ახსენდება და რა თქმა უნდა თავად ოცნებას არ ახსენდება, რომ ამის პარალელურად გაიზარდა ფასები. კატასტროფულად და სერიოზულად გაიზარდა ფასები ნავთობზე და ბენზინზე. ის კომისია, ის სანახაობა, რომელიც მიდის პარლამენტში ფასებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას, რეალობა კი არის ასეთი, რომ ჩვენ ყველას გაგვიწვირდა ბენზინი საერთაშორისო მოვლენებიდან და ირანში მიმდინარე ომიდან გამომდინარე. ბენზინის გაძვირება პარალელურად ასევე ნიშნავს ყველასთვის ფასების გაძვირებას, სურსათის ფასების გაძვირებას, ეს ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია და ზოგად ინფლაციას, ცხოვრების დონის გაძვირებას. იმ საარსებო კრიზისს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, საარსებო კრიზისი რა არის, როგორ განმარტავ, ეს არის კრიზისი, როდესაც ადამიანების უმრავლესობას უჭირს არსებობა. დღიდან დღემდე იბრძვის იმისთვის, რომ გადარჩეს. საარსებო კრიზისს, რომელიც ქვეყანაში არის, ემატება ზევიდან გაძვირება ბენზინის ფასებისა. დამიწერეთ აქვე გაგიძვირდა თუ არა ფასები, ამჩნევთ თუ არა, გაგირთულდა თუ არა ცხოვრება, იმიტომ რომ ბენზინი რამდენიმე თეთრით გაძვირდა და ალბათ კიდევ გაძვირდება. იქიდან გამომდინარე რა ხდება ირანში, ჰორმუზის სრუტეს როგორ აკონტროლებს ირანი და როგორ რთულდება ნავთობის მიწოდება, როგორც იცით, რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან დაიწყო ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, რომ არ შეიქმნას სერიოზული კრიზისი. მაგრამ რახან ძვირდება ბენზინი, ძვირდება ფასები ზოგადად, ეს დაარტყავს ჩვენს ბიუჯეტს და აქ ისმის კითხვა, რას აკეთებს მთავრობა? ნუ გვესაუბრება რომზე, ნუ გვესაუბრება ლონდონზე, ნუ გვესაუბრება ვაშინგტონზე. მთავრობა თავისივე განმარტებით მთავრობა უნდა გვესაუბრებოდეს, რას აკეთებს საკუთარი მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში, ნუ გადავიტანთ ყურადღებას სადღაც რა ხდება ლონდონში, ვაშინგტონში და შორს ჩვენგან. ეს მათ ინტერესშია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რას აკეთებს მთავრობა ჩემთვის. დღესდღეობით კითხვა პასუხი, არავითარი კომისია, არავითარი ფასების კომისია, დღეს უნდა დაისვას ეს კითხვა. გაზრდილი ფასები, რომელიც პირდაპირ ურტყავს და ღმერთმა იცის როდემდე გაიზრდება, როდემდე გაგრძელდება და საერთოდ უკან ალბათ არ ჩამოვა, როგორ ურტყავს ჩვენ საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტს, სადილის სუფრას და რას აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ მთავრობა. ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ არ ვისმენთ, პოლიტიკოსები ამ თემაზე არ საუბრობენ, მე ვარ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ თემაზე დღეს საუბრობს. რეალურ თემაზე საუბრობს და არა რაღაცა ჭორაობაზე. რა უნდა გაკეთდეს? სასწრაფოდ უნდა გარჩევდეს სოციალურად დაუცველების სიების გადახედვა. ეს მთავრობამ დაიწყო ცოტა ხნის წინ, ხმა აღარა მოუღია, ეს უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ფასები კიდევ ზევით მიდის და ამ დროს კიდევ ადამიანების ამოღება ამ დაუცველების სიიდან უბრალოდ განაპირობებს რეალურად გადარჩენის წინაშე მათ ყოფნას.
ეს პროცესი, გადამოწმების პროცესი უნდა გაჩერდეს. თუ თქვენთან მოვიდნენ გადასამოწმებლად, მოვიდნენ სიაში, მოგთხოვეს საბუთები, ძალიან გთხოვთ, მომწერეთ მე სოციალურ ქსელში, ეს ამბები ძალიან მაინტერესებს. მე მას გამოვეხმაურები, შევისწავლი, გიშვამდგომლებთ, მივწერ, ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს ამის გაკეთება, ამ პროცესის გაგრძელება არის 100%-იანი სისასტიკე, როცა ფასების ზევით მიდის. ეს შეიძლება გააკეთო, როდესაც ქვეყანა გუგუნებს, სამუშაო ადგილები შექმნილია, ფული შემოდის ქვეყანაში, მაშინ შეიძლება გააკეთო. დღეს არა. გარდა ამისა, უნდა დაემატოს პირიქით 50 ლარი მაინც თითოეულ ოჯახს ყოველ თვე გაზრდილი ფასებთან დაკავშირებით, რატომ ეს არის მიღებული ფორმა, სუბსიდია, დახმარება, ვაუჩერი, მიღებული ფორმა დროებითი მხარდაჭერისა იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც ისედაც არ ცხოვრობენ კარგად საარსებო კრიზისთან მიმართებაში. უნდა დარიგდეს 50 ლარიანი ვაუჩერები, აგერ მოდის აპრილი, იმიტომ რომ ცხოვრება ის 30 და 60 ლარი, რომელიც გაიცემა სოციალურ დახმარებებში, კიდევ უფრო გაუძვირდება ხალხს. ცხოვრება მიმდინარე ირანში, მიმდინარე და ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება ამ პროცესებთან დაკავშირებით. ეს 50 ლარიანი მხარდაჭერა, ვაუჩერი უნდა გაიცეს. შემდეგი საკითხი. საკითხი, რაც ეხება მოსკოვის მექანიზმს და ბევრმა მკითხეთ ეს რა არისო. საერთაშორისო ორგანიზაცია EUTO, ამაზე მე ცალკე ვიდეოსაც ჩავწერ. EUTO-მ გამოსცა დასკვნა, ანგარიში დაწერა, სადაც შავი თეთრზე არის დაწერილი ის დარღვევები, ის დანაშაულებები, რომელიც იქნა ჩადენილი ქიმიური დეკემბრის დროს შარშან, ასე დავარქვი 2024 წლის დეკემბერს. შესაბამისად, რახან ეს დასკვნა დაწერა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე ის ითხოვს გამოძიებას ამასთან დაკავშირებით და დიდი შანსია, რომ როგორც მოხდა ბელორუსთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლომ მართლაც გამოძიება დაიწყოს. რატომ? იმიტომ რომ ეს დასკვნა დაწერა საერთაშორისო ექსპერტებმა, რომელთაც აქვთ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვათა შორის ამ ორგანიზაციაში ამერიკაც შედის, რუსეთიც შედის, EUTO ქვია და EUTO ზურგით დაწერილ დასკვნას არავინ არ გაატარებს, მას მოყვება ჰააგის საერთაშორისო გამოძიება. ასე მოხდა ბელორუსთან დაკავშირებით და შესაბამისად ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ აქაც ასე მოხდეს. კარგია ეს? არა. გვიხარია? არა. პასუხისმგებელია ამაზე ოცნება? დიახ. ეს არის რეალობა. ამას შეიძლება ქვია გაპრანჭული სახელი, მოსკოვის მექანიზმი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რაც პირველმა ვთქვი, გაყალბებული არჩევნების შედეგად, 26 ოქტომბრის შედეგად, რომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო გამოძიება, ეს მართალია სრულდება, მაგრამ სრულდება მართალია ნელა, მაგრამ სრულდება. მე ეს თავიდანვე იმიტომ კი არ მოვიტხოვე, რომ გულთმისანი ვარ, ან რაღაცეები, ხილვები მაქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ ვიცი, რომ ამ ხელა დანაშაულებს რო ჩაიდენ, ოჯახებს რამდენიმე დღეების განმავლობაში გაზს აყლაპებ, როგორც მოხდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაგანია გაზით გამოყენებულ მეორე დღეს ბავშვებს სკოლაში გაუშვებ, პირველ სკოლას გულისხმობ, სოლოკის სკოლებს გულისხმობ, ამ საკითხებს დაჭირდება პასუხის გაცემა. ქიმიური დეკემბერი არსებობს, სიმართლე ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დადგინდება. აუცილებლად. საერთაშორისო გამოძიება ჰააგისა აუცილებლად იქნება. შემდეგი საკითხი. უნდა ველაპარაკოთ თუ არა ქართულ ოცნებას. არ მომეწონა, პირდაპირ გეტყვით, პარტია ლელოს განცხადება, შეკრება, რომელიც იმისთვის ჩაატარეს, რომ ეთქვათ, რომ უნდა დაიწყონ დიალოგი და საუბარი ქართულ ოცნებასთან. ეს არის დიდი შეცდომა. თქვენ, ბევრი თქვენთაგანი მე მწერთ, ვიცი, რომ ფიქრობთ, რომ ლელო გაურიგდა ქართულ ოცნებას თავის დროზე, ამიტომ შევიდა ადგილობრივ არჩევნებში, მიიღო მონაწილეობა, აქ ისიც უნდა ითქვას, უკაცრავად იმ არჩევნებიდან მათ გაიყვანეს რამდენიმე საკრებულოს წევრი და მე ძალიან მაინტერესებს, რა გააკეთეს ამ საკრებულოს წევრებმა, აგერ უკვე 6 თვე ამის შემდეგ გასული. კონკრეტული ანგარიში გვჭირდება, გაიყვანეს თვითმმართველობის არჩევნებზე.
არც ერთი წინადადება არ დაუყენებიათ. არც ერთი წინადადება რომელიმე საკრებულოს წევრის კრინტი არ გამიგია 6 თვის განმავლობაში, აბა, გაიხედეთ. ხო, რისთვის იყო საჭირო ამ მსხვერპლის გაღება და ქუჩაში რომ დაჭერები იყო და წამებები მაგ დროს არჩევნებში შესვლა. ეს იყო დიდი შეცდომა. ახლა, ბევრი თქვენთაგანი ფიქრობთ, რომ ეს არის გარიგება. მე ზოგადად ვიტყოდი. ასეთ სიტყვებზე კუდიანების დევნაზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი არ მომწონს, როდესაც აქეთ-იქით ვიღაცაები არ იღებენ იარლიყებს ის მოღალატე, ეს არის ქართული ოცნების სტილი. ამაზე ეს არ მომწონს, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით, მსჯელობთ, კამათობთ, მაგრამ ამ ხაზს არ ვკვებთ, რაც არის აი ესეთი რაღაცა იარლიყების მიწებება. ამაზე არის აუცილებლად უარი სათქმელი. მაგრამ კრიტიკა და ფაქტების შეფასება აუცილებელია. აუცილებელია რატომ? იმიტომ რომ ადამიანებმა ჯერისერთი ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნები, მიიღოთ გადაწყვეტილებები და პლუს შევაფასოთ ვიღაცაების ქმედება, ხო? არჩევნებში შესვლა იყო შეცდომა, ახლა გამოსვლა და ქართულ ოცნებასთან თქმა, რომ უნდა წავიდეთ მოლაპარაკებებზე, არის შეცდომა. რატომ? ჯერ ერთ-ერთი მე ამის გამოცდილება მაქვს. როდესაც ვიყავი იუსტიციის საბჭოში, თქვენ გემახსოვრებათ, მაშინ იყო ძალიან დიდი წნეხი, ასევე ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ირაკლი კობახიძემ გააკეთა სამუშაო ჯგუფში, იმ სამუშაო ჯგუფშიო ჩვენო მოსამართლეებთან დაკავშირებითო რეფორმებს მივიღებთო. რა თქმა უნდა იყო პრობლემა, მაგრამ ეს იყო 5-6 წლის წინ და ეს სამუშაო ჯგუფი შედგა. ვიღაცეებს შეიძლება ვიღაცეები შევიდნენ შიგნით და შეიძლება ეგონათ კიდევაც მე დავტოვე სხვათა შორის თავიდანვე ეს შეკრება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უზრდელობდა ირაკლი კობახიძე და ელემენტარულ შეურაცხყოფებს აყენებდა იქ დამსწრეებს, სხვათა შორის, მაგრამ ვიღაცეები დაარჩნენ და ეგონათ რომ სამუშაო ჯგუფიდან რაღაცა ნორმალურს გამოიტანდნენ. ვერაფერი ვერ გამოიტანეს. სამუშაო ჯგუფი შედგა, ითქვა რომ აი რა კარგია შედგა სამუშაო პროცესი, მოლაპარაკებები, მაგრამ რეფორმები არ გადაიდგა. ეშველა სასამართლოს რამე, არ ეშველა. მივიღეთ თუ არა მაფია, რომელიც დღეს ხალხს ციხეში უშვებს მართლა ტროტუარზე დგომისთვის მივიღეთ. ამ ხალხთან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არ ჭრის. ეს ჭრის მხოლოდ კეთილსინდისიერ მხარესთან, რომელსაც შეიძლება დაუждე და მოელაპარაკო. რაზე უნდა მოელაპარაკო ქართულ ოცნებას? იმაზე, რაც მან ისედაც ძალიან კარგად იცის და რაშიც ჩვენ მას საერთოდ არ ვჭირდებით. ერთი, უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები. არ ჭირდება, რაზე უნდა მოგველაპარაკონ? აი აქ რა არის არ ჭირდება მოლაპარაკება. უნდა გააყონ კარები და გამოუშვან ეს ხალხი და გაუშვან სახლში პირველი და მეორე უნდა გაიწვიონ ის კანონები, რომელიც მიიღეს ბოლო 3 წლის განმავლობაში და დანიშნონ არჩევნები. სად არის ახლა აქ ადგილი, რასაც უნდა მოგველაპარაკონ? მე გეტყვით რა იქნება მოლაპარაკების ადგილი. ვიღაცა ოპოზიციონერები რომ ამბობენ, ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და იქ გვაღიარებენ ოპოზიციად. არა, მეგობრებო, არანაირად არსად წასვლა არ არის საჭირო, არც ტოკიოში, არც ვაშინგტონში, არც ლონდონში, არც მადაგასკარზე არსად. ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, გაიწვიონ დრაკონული კანონები და ჩვენი საუბარი იქნება არჩევნები. არჩევნებზე დაველაპარაკებით ერთმანეთს. ჩვენ დაველაპარაკებით ხალხს, ხალხი მოვა და დაელაპარაკება ოცნებას. ეს არის ოცნებასთან საუბარი იქნება იმ დღეს, როდესაც ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. მანამდე მათთან ერთად მისვლა, როდესაც არც პოლიტპატიმრები გამოუშვიათ, არც რაიმე შეუცვლიათ, მათთან მისვლა, როგორც იმედზე მისვლა იყო შეცდომა, ვთქვი თავიდანვე, არის შეცდომა და მე ზევიდან დაასანქცირეს იმედი. ასევე კობახიძესთან დაჯდომა მისთვის ფოტოს გადაღების საშუალება ნიშნავს მინიჭებას ნორმალურობის
წარმოდგენის შექმნას თითქოს ჩვენთან ვითარება ნორმალურია, რაც ასე არ არის. არ შეიძლება ვითარება იყოს ნორმალური, როცა ადამიანებს აკავებენ, იმიტომ რომ ქუჩაში დგას. ეს არის ტრაგედია, ეს არ არის ნორმალური, ეს არის დრამა და შესაბამისად აქ თქმა რომ ჩვენ მივალთ და ოცნებას შევუქმნით საშუალებას რომ ყავა და ალიოს წყნარად და დაარქვას რომ რაღაცა კონსულტაციებს აწარმოებს ოპოზიციასთან, ეს არასწორია. ეხლა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ეს იმიტომ აკეთებს ამას რომელიღაცა პარტია რომ გარიგებულია, აქედან რაღაცას იღებს, თუ იმიტომ აკეთებს რომ უბრალოდ ეშლება მორიგჯერ, ეშლება გათვლა. არ არის ეს გამორიცხული, მე არ მინდა ამას ჩავეძიოთ, თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, მაგრამ ფაქტია, ადგილობრივ არჩევნებში შესვლა იყო დიდი შეცდომა. და მეორე, ახლა კიდევ თქმა რომ მე უნდა გამოვიდე და დაუჯდე ქართულ ოცნებას არის შეცდომა. საერთოდაც თავიდანვე დავწერე მე ესეთი ჩანაწერი ძველ ოპოზიციაზე, ხალხო, ძველ ოპოზიციაზე უნდა თქვათ უარი. დავამთავროთ. ძველი ოპოზიცია ჩახერგილია, ჩაჭედილია იმ ძველ მოცემულობაში, ზოგს თავი გონია პირველი ნომერი, ზოგს მეორე ნომერი, აღარ არსებობს. არც პარტიები, არც პირველი ნომერი, არც მეორე ნომერი, არც მეშვიდე ნომერი, აღარ არსებობს. ძველი ოპოზიცია გადაწიეთ გვერდზე და ახალი რეალობა შევქმნათ სუფთა ხალხით, რომელსაც ვერ მიწერ SMS და ვერ გამოაცხადებ სადღაც. აი ესეთი ხალხით. იმიტომ რომ ჩადენილი აქ დანაშაული და იმაში რა ქვია, კარადაში ჩონჩხები აქვს, გამოთქმა ხო იცით, კარადაში ჩონჩხები აქვს. აი ეს მინდა ვთქვა ზოგადად. ძველი ოპოზიცია ჩადის შეცდომებს პირველი, მეორე, მესამე ერთ წრეზე ტრიალებს. ერთი და იგივე რაღაცებს ქმნიან, დაიშლებიან, შეიკრიბებიან, დაიშლებიან, შეიკრიბებიან. ან გამოვლენ და იტყვიან, რომ მოდი კიდევ ველაპარაკოთ. ადრე იყო გახსოვთ რადიო 105-ში. ძალიან სასაცილო მაშინ ესე იგი შალვარამიშვილი რომ ანგრევდა და მიშამ შვილდაძე სხვა ერთ მხარეს იყვნენ და ანგრევდნენ ედუარდ შევარდნაძის რეჟიმს იმით რომ დასწინოდნენ, იყო ესეთი დრო. მათი ხუმრობები ახლა კლასიკა არის, მიუხედავად იმისა რომ სხვაგან წავიდა შალვარამიშვილიზმი უკვე ფენომენია გარკვეული დამცირებისა და ცინიზმის, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, რადიო 105-ს ქონდა ასეთი ჩანაწერი, ამაზე წვალებაზე, აწვალებენ ერთ ადამიანს და ის ყვირის ისე და რაღაცას ყვიროდა რა, ხო და აეგარი რა, ესე იგი ერთხელ ხო შეგიყვანეს ამ რაღაცა ოპერაციაში. მიგბერტკეს, გცემეს, გაწვალეს, მერე მას გიქნეს, რა ქვია, დაგამარცხეს, ჩამოგიწიეს, ჩამოგიყვანეს 2%-ზე, 10%-დან, 9%-დან თუ რამდენიც ქონდა მთლიანად კოალიციას 2%-ზე ჩამოყვეტი და ხა იგივეს აგრძელებ, მართლა. ხო, ჭკუა ხო უნდა მართლა ამ ყველაფერს. სერიოზული დრო არის ძველი ოპოზიციისთვის, გადაფიქრების, მოფიქრების, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაფიქრების, რატომ ჩადიან ამ შეცდომებს, რატო ანიავებენ იმ კაპიტალს, რომელიც აქვს. ამის თქმა მინდოდა, მეგობრებო, თქვენს გვერდზე ვარ, ისევ მორიგჯერ დროებით. ნახვამდის.